ამ ვიდეოში მე შევეცდები გაგცეთ კითხვაზე პასუხი და ამ კითხვას ქვია რატომ ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი ფინური ტიკას სერიის შაშხანებზე. ნუ დავიწყოთ იქიდან რომ ჩემთვის მაგალითად აქვს გარკვეული მნიშვნელობა როგორი წარსულია კომპანიას და ისტორია, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ ადრე ვიყენებდით სიტყვას რადასლოვნაია, მაგალითად აი ძაღლებს რო ვიდულობდით, ანუ პირველ რიგს ვიკითხეთ რადასლოვნაია როგორი აქვს, ქართულ შეზღუდულ სიტყვას ამ სამწუხაროდ ხლა ვერ ვიხსენებ. ნიშნავს ანუ როგორი ბებია, ბაბუა, მამა, დედა ყავდა იმისთვის რომ გაიგო ანუ რა შანსებია რომ შენც გეყოლება შესაბამისად კარგი ლამაზი ძაღლი, მათ შორის საგამოფენო, ან ძაღლს შეიძლება გამოფენას წაყვანას და რაღაც პრიზების აღებას. ხო და ეს რადასლოვნაია კომპანიის ჩემი აზრით არის გარკვეულწილად მნიშვნელოვანი და გარკვეული გამონაკლისებით ხო უნდა ხდებოდეთ რომ კომპანიები იცვლება, მფლობელები იცვლება, პერსონალი იცვლება და თუ კომპანია ანუ ბაზარზე მოქმედებს პრინციპში ერთი ფორმით, ასე ვთქვათ, და ერთი ფილოსოფიით, 100 წლის განმავლობაში, უნდა ივარაუდო რომ მათ რაღაცა იციან, კარგი არ არის გამოშვებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბაზარზე უბრალოდ ამდენხანს არ დარჩებოდნენ. საკოს ისტორია, ანუ რომელიც მათ შორის ანუ ტიკას სერიის შაშხანებს უშვებს, დაიწყო პრაქტიკულად ანუ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, რაც ფინეთმა მოიპოვა რუსული იმპერიისგან და თავიდან ჩანაფიქრი იყო ისეთი, რომ მათ ჭირდებოდათ საწარმოები, სადაც მოხდებოდა ანუ შაშხანების შეკეთება. თავის წარმოება იარაღის მათ პრაქტიკულად როგორც ვთქვი, მაშინ არ ქონდათ და ძირითადად ეს საწარმოები იყო საჭირო იმისთვის, რომ ნაალაფარი შაშხანები ანუ წესრიგში მოეყვანათ. და შემდგომ უკვე მე ნაწილებს უკვეთავდნენ, ესე იგი სხვა ქვეყნებში და აი ამ ნაწილებისგან ამ საწარმოებში ამ შაშხანებს ამზადებდნენ, რომელთაც ამარაგებდნენ თავის თავდაცვის ძალებს და ეს ანუ იმდენად კარგად გამოსდიოდათ, რომ პრაქტიკულად ფინური მოსინები არის ალბათ საუკეთესო მოსინები, რომელიც დღეს შეიძლება ბაზაზე შეიძინო, როგორც ანუ რესურსის მხრივ, როგორც ანუ ხარისხის მხრივ და ასევე პირველ რიგში ანუ სიზუსტის მხრივ, რატომ ფასობენ, ასე ვთქვათ, ეს ფინური მოსინები. შემდგომ უკვე თუ სწორედ მახსოვს 20-იან წლებში, ანუ ეს პრაქტიკულად ანუ სრულფასოვანი წარმოება გახდა, ანუ მას გაუჩნდა კერძო მფლობელი, მათ შორის ერთი პერიოდი, ასე ვთქვათ, წითელი ჯვრის ასოციაცია ფლობდა ასე ვთქვათ, საკოს, იმიტომ რომ იმ ზამთრის ომის შემდეგ ბევრი შეზღუდვა დაწესდა, რამაც ანუ ძალიან შეაფერხა როგორც ანუ შეიარაღებული ძალების განვითარება, ასევე შეიარაღების წარმოების განვითარება ფინეთში. 60-იან წლებში ჰქონდა ოქროს ეპოქა, როდესაც ის მაღალი ხარისხის ანტიროს შაშხანებს ამზადებდა და ამერიკაში, მე ამერიკაში რაღაცები შეიცვალა, გარკვეული შეზღუდვები შემოვიდა იმპორტზე და ანუ ასე თუ ისე საღარბილო პერიოდი დაიწყო ფინური იარაღის წარმოებისთვის. ანუ სულ თუ სწორედ მახსოვს, ანუ 3 კომპანია იყო, ხო გეუბნებით, რომელიც ანუ ამზადებდა იარაღს და ამ 3 კომპანიის ერთ კომპანიაში გაერთიანება მოხდა, მე იქ რამოდენიმეჯერ მფლობელის გამოსვლა მოხდა, ანუ შეიცვალა, ასე ვთქვათ, ადგილმდებარეობა წარმოების, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ანუ ეს რჩებოდა ეს ფინურ საწარმოდ და ანუ ეს ხალხი შესაბამისად ანუ ამ საწარმოს უყურებდა როგორც ანუ თავის მონაპოვარს, ასე ვთქვათ, და ანუ ეს გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური საკითხიც კი იყო, ასე ვთქვათ, ხო გეუბნებით, ანუ ამ კომპანიის არსებობა და მათ შორის მისი ქალაქის ანუ არჩევა, სადაც ის ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში განლაგდებოდა. და ეს ყველაფერი ანუ დასრულდა იმით საბოლოო ჯამში, დასრულდა კარგად საკოსთვის, იმიტომ რომ 2000-იანი წლების დასაწყისში იტალიურმა ბერეტას ჰოლდინგმა შეიძინა საკო და საკოსთვის უცხოდ გახდა ხელმისაწვდომი ყველაფერი ამათ შეიძლება წარმატებულმა კომპანიამ შესთავაზოს ასე ვთქვათ თავისშვილობილ ორგანიზაციას, მათ შორის სარეკლამო ფონდები, დაფინანსება, კვლევების და ახალი იარაღების ასე ვთქვათ განვითარების ანუ research and development-ი რასაც ქვია და საბოლოო ჯამში ამის ძალიან დადებითად აისახა კომპანიაზე და თვითონ ფინელები, ანუ მათ შორის ხალხიც მუშაობს, ვინც იცნობს ამ კომპანიას, ვინც მუშაობს ამ კომპანიაში, ანუ ძალიან დიდი მადლიერებით მოიხსენიებენ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში ინტერვიუებში რაც მე ნანახი მაქვს, ანუ ბერეტას პოზიტიურ წვლილს, ასე ვთქვათ, აი ამ საკოს ისტორიაში, იმიტომ რომ ამან რადიკალურად შეცვალა ხო გეუბნებით, ანუ თვითონ კომპანიის, რავი, როგორ ვთქვათ, დაფარვა, ანუ ის ბაზრები, სადაც აწვდიან თავის შეიარაღებას და მათ შორის აისახა იმაში, რომ ანუ საკმაოდ რადიკალურად გაიზარდა ასევე იმ იარაღების ტიპების რაოდენობა, რომელსაც ეს კომპანია სთავაზობდა თავის ასე ვთქვათ კლიენტებს, ხო, მათ შორის ამერიკაში, და ამერიკა ხარ როგორც არ უნდა შეხედო, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე ასე ვთქვათ
სასურველი და პრიორიტეტული ბაზარი, ანუ ნებისმიერი იარაღის წარმოებლისთვის, იმიტომ რომ ყველაზე მეტი იარაღს, სწორედ მანკრიდულობენ ყველაზე დიდი ბაზარი და ყველაზე პრიორიტეტული ბაზარი შესაბამისად ყოველთვის ნებისმიერი წარმოებლისთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. მოკლედ იმის თქმა მინდა ხო გეუბნებით, რომ ანუ საკო არის კარგი მაგალითი ამ ევროპული კოლაბორაციის, ასე ვთქვათ და ხო ამას შეიძლება შეხედო ორნაირად, რომ რაღაც სამხრეთელებმა რაღაცა ჩვენ ჩრდილოელი ფინელების ასე ვთქვათ მონოპოლარი შეიძინეს, ასე ვთქვათ იყიდეს და ანუ სამშობლო აიყიდა, მაგრამ ეგრე არ არის. ანუ საბოლოო ჯამში ანუ ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური მაგალითი, ასე ვთქვათ, აი ესეთი შთანთქვის, ანუ ერთი კომპანიის მიერ მეორე, თუმცა შთანთქვა არის ძალიან პირობითი, იმიტომ რომ მთელი მენეჯმენტი, პერსონალი საკოში ანუ კვლავ რჩება ფინური და მათ შორის ანუ ტოპ მენეჯმენტიც კი პრაქტიკულად ფინური დატოვა პერიოდთან თავის ადგილზე და ხო, ანუ ეს არის კარგი მაგალითი რა, მოკლედ ეს ევროპული კოლაბორაციის, ანუ სამწუხაროდ მიხვდნენ რომ ანუ ომს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მანამდე მათ შორის ფინელები, ანუ ესე იგი ერთმანეთში ომობდნენ საუკუნეების განმავლობაში, ასე ვთქვათ და საბოლოო ჯამში მივიდნენ დასკვნამდე რომ ომს ჯობია, ანუ ესე იგი თანამშრომლობა და კოლაბორაცია და ეს არის ერთ-ერთი მათ შორის ღირებულება, ასე ვთქვათ. დასავლეთის სამყაროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპის და ანუ ამ კოლაბორაციის კარგი მაგალითი არის მათ შორის ეს ტიკას შაშხანები. საქართველოს რაც შეეხება, ეს შაშხანა გამოჩნდა შედარებით ადრე, იმიტომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეც არაერთხელ აღნიშნავს ჩვენ გადაცემებში, საქართველოში ამ ტიპის შაშხანები, უცხოური წარმოების, მათ შორის ეს სქელდულიანი, ანუ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი შაშხანები არის შედარებით ახალი ხილი. 2009 წელს მე რომ მქონდა მაგალითად შეძე 550 ვარმინდი ლამინატის კონდახში, ანუ მაგას თუ დაინახავდნენ ხოლმე ლისტზე, სადაც როგორც წესი ავდიოდი ხოლმე სასრულად, ანუ რავი, ჩერდებოდა მათ მოძრაობა, მისვლა-მოსვლა და ეგრევე მოდიოდნენ, აუ ეს რა არის და საიდან და სად იყიდე და ვაჰ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არაფერი ამისთანა იმ დროს ხელმისაწვდომი არ იყო და ზუსტი სროლა, მე ლაპარაკობ კონკრეტულად 2009 წლებზე, ხო? იყო რაღაც ანუ ერთი მუჭა ძალიან ისეთი die hard enthusiast-ების ასე ვთქვათ, ჰობი და გართობა მეტწილად ხო გეუბნებით უცნობი და ხელმიუწვდომელი ყველა დანარჩენისთვის. და ამის მერე, ანუ 2010-2011 უკვე დაიწყო ამ იარაღების მაღაზიებმა დაიწყეს ამ იარაღების შემოტანა. ერთ-ერთი პირველი შაშხანა, რომელიც ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი, იყო Remington 700, რომელიც მაშინ სადღაც 2200-2400 ლარის პარკლებში იყიდებოდა და მათ შორის ანუ ეს SPS-ები და ვარმინდები და ასე შემდეგ, რაც კარგი საფუძველი არის, ასე ვთქვათ, ზუსტი შაშხანისთვის. და მათ შორის ანუ ტიკა გამოჩნდა და ტიკას ყოველთვის გამოჩენიდან, რა ვიცი, ეგრევე ჰქონდა რეპუტაცია კონსისტენტურად ზუსტი იარაღის და იმ სიტყვა კონსისტენტურს მე ბევრჯერ გავემეორებ ამ ვიდეოს განმავლობაში. ტიკა ყოველთვის იყო არჩევანი სერიოზული მსროლელების, რომელსაც სჭირდებოდათ, ანუ მაქსიმუმი სიზუსტის, რის მიღებაც კი შეიძლებოდა ასეთ ფორმატის იარაღიდან. და ამავე დროს მათ არ ჰქონდათ, რა ვიცი, რა ქვია, ბიზნესები და წილები და რაღაც დიდი დანაზოგები და შეეძლოთ, თქვა 10000 ლარის გადახდა რაღაც ეგზოტიკური იარაღებში, όπως შეიძლება ყოფილიყო მაგალითად SACO DRG, ან რაღაც Accuracy International-ის მოდელები და ასე შემდეგ, ხო? ანუ იმიტომ რომ ტიგა მაინც ასე თუ ისე, ანუ ზომიერი ფასი ღირდა, ხო? და ხო, ანუ ეს ყოველთვის ხო გეუბნებით, ყოველთვის, ანუ ამ იარაღს ჰქონდა რეპუტაცია, ანუ კონსტანტურად ზუსტი იარაღის და ყოველთვის ეს იყო არჩევანი აი ამ სერიოზული მსროლელების, ენთუზიასტების, რომლებიც ასე ვთქვათ, აი ამ როგორც გითხრათ რა, ანუ ისეთ ყველაზე აქტიური მსროლელებისგან ასე ვთქვათ შედგებოდა, იმიტომ რომ შემთხვევაში ძვირადღირებული იარაღები და შემდეგ ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაც ფეტიში სათამაშო და ასე შემდეგ და ასე ვთქვათ, ხო იქ მე შეჯიბრებები ხდება ვის უფრო დიდი ოპტიკიანი იარაღი აქვს, ვის უფრო რაღაც ძვირადღირებული იარაღი აქვს, მაგრამ აი პრაქტიკული მსროლელებისთვის, ანუ ტიკა იყო მათი ნომერ პირველი არჩევანი. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ეს შაშხანა იყო უბრალოდ ძალიან ზუსტი და ძალიან საიმედო. საიდან მოდის ახლა ეს სიზუსტე და საიმედოობა? ანუ საკო შემთხვევაში და ტიკას შემთხვევაში ეს არის, ანუ ხარისხიანი მასალები, მაღალი ხარისხის ლულა, ტექნოლოგიური კონსტრუქცია, თვითონ შაშხანის, დამტყელ სასილთი მექანიზმის, საკეტის და ასე ვთქვათ, სალოვე კოლოფის და ანუ მაღალი ხარისხის კონტროლი, რაც ისევ და ისევ უზრუნველყოფს ანუ მაღალი ხარისხის კონსისტენტურობას, ხოლო სროლაში კონსისტენტურობა ყოველთვის უდრის სიზუსტეს. რაც შეეხება ხა თვითონ იარაღის კონსტრუქციას, ნუ აქ ხა პირველ რიგში გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ საკოს შემთხვევაში, ანუ ტიკას შემთხვევაში, ტიკა-3 შემთხვევაში, ხო, ანუ საკოს ინჟინერები წავიდნენ იმ გზით, რომ შექმნეს პრაქტიკულად უნივერსალური
რესივერი, რომელიც ცოტათი უფრო გრძელი არის ვიდრე short რესივერი, გათვლილი პატარა შედარებით მოგზაურებულ კალიბრებზე და ამავე დროს ცოტათი უფრო ნაკლები ვიდრე რესივერი გათვლილი მაგნუმ კალიბრებზე და ამით მოიცვეს საკმაოდ ფართო არეალი კალიბრების, რომელიც შეიძლება ამ სალულე კოლოფში ჩაადიო, იმიტომ იმის მიხედვით ვაზნა რამდენად დიდია შემჩნდება შესაბამისი სიგრძის სალულე კოლოფი, რომ ვაზნა შეიძლება ჩაეტიოს და საკეტი, ანუ შესაბამისი სიგრძის სულით. ხოლო მორგება ამ შაშხანის ანუ კონკრეტულ ვაზნაზე ხდება პრაქტიკულად ხო გეუბნებით ანუ bolt stop-ის შეცვლით, რომელიც არის შიგნით განლაგებული და ზღუდავს ანუ საკეტის მოძრაობის სიგრძეს და აი ამ ტიხარის განლაგებით მჭიჭი, ანუ აი ამ ორი კომპონენტის ცვლილებით შეიძლება პრაქტიკულად ეს შაშხანა უცვლელად მოარგო, ანუ ნებისმიერ იმ ფართო არეალის კალიბრებს, რომელზეც ეს შაშხანა არის გათვალისწინებული. ანუ ეს უზრუნველყოფს ხო გეუბნებით სიმარტივეს პრაქტიკულად არაფერი არ არის რამ რაც შეიძლება აურიო და ამან გამოიწვიოს ასე ვთქვათ პრობლემები საიმედოობაში ან სიზუსტეში და თვითონ ანუ ეს საულე კოლოფი ანუ მისი ზომები იმდენად კონსისტენტურია რომ ანუ ბაზარზე იყიდება prefit ლულები რომლებიც პირდაპირ მორგებული არის უკვე ტიკას რესივერზე და უბრალოდ შესაბამისი ტორკით უნდა დაუჭირო ახალი ლულა და არაფრის შემოწმება არ გინდა გაუკეთე საკეთი და შეგიძლია დაიწყოს როლ, ანუ იმდენად კონსისტენტური არის ხო გეუბნებით ამ რესივერის ზომები, რითიც მაგალითად რემინგტონი ჩემი აზრით ვერ იტრაბახებს ასე ვთქვათ ასეთი მიღწევით. საკეთი უკიდურესად მარტივი, ორჯენიანი და რა თქმა უნდა, ანუ საფირმო ნიშანი DKT3-ის არის მისი პლასმასის ჭიდები, რომლებიც გამოირჩევიან ანუ კონსისტენტური მიწოდებით. თითქმის გამორიცხულია, ანუ დაბრკოლება შექმნა, აი ხელოვნურადაც კი რომ ეცადო ხო გეუბნებით, ანუ ძალიან ძნელია რომ ანუ გამოიწვიო რამე დაბრკოლება. ეს ჭიდები მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცას დაუტოვოს შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ იაფად არის დამზადებული, იმიტომ ქლიანად პლასმასის არის, აქ რკინის მე მგონი არის მარტო ზამბარა შიგნით, მაგრამ ხო გეუბნებით, ანუ იმდენად ისევ და ისევ ანუ კონსისტენტურად და კარგად არის დამზადებული, რომ ამ ჭიდებთან არანაირი პრობლემა არ არის, არ ღირს ძვირი. შედარებით და შესაძლებელია რამოდენიმე წელი იყიდო და გამოიყენო ისინი. რამე არ სამსმენია რომ რამ პრობლემა ყოფილიყო ამ ჭიდებთან და როგორც ყველა ზუსტ შაშხანაში, როგორც საჭიროა, აქ არის ერთრიგიანი გამოსვლა, იმიტომ ეს ერთრიგიანი გამოსვლა თეორიაში ყოველ შემთხვევაში უზრუნველყოფს კონსისტენტურ ერთგვაროვან ვაზნის მოთავსებას სავაზნეში, რაც ასევე დადებითად მოქმედებს სიზუსტეზე. მაღალი ხარისხის ლულები ხო გეუბნებით, ანუ შეხვიდეთ ასე ვთქვათ და დაათვალიეროთ ბოროსკოპით, ანუ დაინახავთ, რომ ხარისხი არის ძალიან მაღალი უბრალოდ, ანუ სარკესავით პრიალა გეგონება, რომ ქრომირებული არის, ასე ვთქვათ, ეს ლულა და ეს ასევე გამოარჩევს, ასე ვთქვათ, ამ შაშხანას, მათ შორის ბევრი ამერიკული წარმოების შაშხანისგან, რომელიც ლულები ბოროსკოპით დათვალიერებისას მაინც ასეთ კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. ესეც არის ესეთი დამახასიათებელი თვისება ამ შაშხანების. Ну, პრინციპში ხა ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად რელევანტურია, მაგრამ საგვიყენებს ანუ თავის სტანდარტს, ასე ვთქვათ, ოპტიკის სამაგრის. ამ შემთხვევაში გამოყენებული არის პიკატინი, რომელიც სტანდარტულად მოყვება ამ შაშხანას, მაგრამ ზოგ შეიძლება კონდეს თავისი ანუ საფირმო, ასე ვთქვათ, სამაგრი ოპტიკის, რომელიც შესაბამის იმებს ითხოვს, რა ქვია, რინგებს, მაგრამ მათ შორის ანუ ეს არის ანუ ისე არის გაბრგული რესივერი, რომ შეგიძლიათ ანუ ასე სხვა წარმოებლის და სხვა სტანდარტის რინგები გამოიყენოთ, თუმცა ჩემ შემთხვევაში ხო გეუბნებით, ანუ მე ექსკლუზიურად, ანუ პიკატინი არის ჩემი პირველი არჩევანი და ამ ასე ვთქვათ ტაქტიკალზეც მათ შორის ანუ პიკატინი არის, რაც ასე ვთქვათ ბევრ თავის ტკივილს ხსნის, იმიტომ რომ უამრავი წარმოებელი უშუალოდ უამრავ რინგებს, რომელიც არის გათვლილი ამ ასე ვთქვათ საყოველთაოდ ცნობილ და გავრცელებულ სტანდარტზე, რომელსაც ჩვენ პიკატინის ვეძახით. ბოლოს ხო გეუბნებით, არჩა ორი რამე სახსენებელი, რაც არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი დადებითი და კარგი თვისება ამ შაშხანების. დამთვალსაზრისო მექანიზმი ქარხნული არის ძალიან კარგი. აი როგორ გითხრათ რა, თითქმის ახლოს იდეალურთან რა და როცა ჩვენ დამთვალსაზრისო მექანიზმებზე საუბრობთ, ამ ძალიან ბევრ კომპანიას არ გამოსდის ეს კარგი სასახლის დარღვევა თავისი არაზე, ნაწილობრივ უსაფრთხოების მიზეზების გამო, იმიტომ რომ შეიძლება დააყენო ამაზე იდეალურად კარგი სასახლეთი, ძალიან სუბუქი, ამას შეიძლება გაზარდოს უნებლიე გასროლის შესაძლებლობა, რასაც მოყვება მერე პირდაპირ პროპორციულად გაზრდილი ალბათობა იმისა, რომ ეს ადამიანი წავა სასამართლოში
და მე ასე ვთქვათ უჩიებს კომპანიას იმის გამო რომ შექმნა პოტენციურად ასე ვთქვათ არა უსაფრთხო იარაღი, რაც სერიოზული პრობლემა გახდა ამერიკული წარმოებლებისთვის. მე მაგალითად რემინგტონი 700 რომ მქონდა PCR-ი რომელიც იტარგმნობს precision chassis rifle, იმიტომ რომ ქართულად რემინგტონის შასიზე აწყობილი რემინგტონ 700 არის. მაგაზე ეყენა ეს X-Mark Pro დამტკიცებული მექანიზმი, რომელიც შახუჭუჭებული სახელის მიუხედავად უბრალოდ არ მუშაობდა კარგად და ზედმეტად მძიმე იყო და მხოლოდ პიკატინის ჩემი მეგობრის ლუკას დახმარებით, ლუკა ზეგანეს დახმარებით ესე იგი ტიმნის სასკლეტი დავაყენეთ მაგ შაშხანაზე და მე ამ შაშხანა მაჩვენა ასე თქვა თელი თავის ასე თქვა CSD-ის პოტენციალი გახსნა გაშალა ასე თქვა ხო აქ ხა ამ სასკლეტს მე რამდენიც ვიცი არანაირი სპეციალური სახელი არ აქვს ის უბრალოდ არის ერთ-ერთი საუკეთესო ასეთი ტიპის დამტკბელ სასკლეტი მექანიზმი რომელიც შეიძლება დაყენდეს სტანდარტულ შაშხანაზე და ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე იგივე სასკლეტები რომელიც მაგალითად სევიზე არის დაყენებული რომელიც თავისუფლად საკმაოდ კარგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მასობრივი წარმოების შაშხანაზე და სასკლეთის გარდა რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ცხადია ამ იარაღში კონდახი და აქ მე ვიტყვი მხოლოდ ერთ ამას რომ ეს არის პლასმასის კონდახი და როგორც ნიკო ჯავახიშვილი რომელიც ჩემთვის ალბათ ბევრისთვის ამ ვიდეოს ნახავს არის უპირობო ავტორიტეტი თუ საქმე ეხება ზუსტ შაშხანებს თვითონ თქვა რომ ანუ ეს პლასმასის კონდახი არის ერთადერთი რომელიც მისი აზრით არ საჭიროებს ბედინგს იმიტომ რომ უბრალოდ არ ჭირდება ამას არ შედეგი ამას არ მოყვება შაშხანა ისედაც ზუსტი და კონსისტენტურია და მოკლედ ამ აზრებით შეიარაღებული გავეშურე მე ასე თქვა ჩემ პირველ რენჯ სესიაზე იმისთვის რომ ეს იარაღი გამესინჯა გამოდენ იქიდან რომ მე ვსვამ იმპროვიზირებულ პირობებში იმპროვიზირებულ სასროლეთებზე და ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის უსაფრთხოება ყოველთვის ხოლმე არ გამოდის რომ აი ეს ინკრემენტებში ის რომ 100 200 და შეიძლება იყოს 280 მეტრი შეიძლება იყოს 170 მეტრი ხო, მაგრამ ნუ ამას ხა დიდი და განსხვავებული მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში და ამ პირველი სროლა ამ იარაღით შედგა 250 მეტრზე. მე ვიცოდი წინამფლობელისგან, რომ ეს იარაღი არის გასწორებული 100 მეტრზე, ამიტომ დაახლოებით ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ მორთულები იქნებოდა სამიზნეში, ამ ქაღალზე იქნებოდა, ამ შემთხვევაში მე ეჭვი არ შემქონდა ამ წინამფლობელის სიტყვებში. და მქონდა ორი ვაზნა, ესეთი შემორჩენილი, რომელიც ან 175 გრანიანი იყო, ან 178 გრანიანი Federal Gold Medal მატჩი, ანუ ეს ოქროს სტანდარტი საქართველოში სიზუსტის მხრივ თუ შევლაპარაკოთ 308 კალიბრზე. და ესე იგი მეთქი, ნუ ეს ორი ვაზნა უნდა ვისროლო, ეხლა რომ ნახო უბრალოდ ანუ ქაღალზე სად ვიქნები და ვისროლე ეს ორი ვაზნა, მივედი სამიზნესთან, იმიტომ რომ 250 მინდოდა მენახა სად იყო ეს ყველაფერი მორთმული, 250 მეტრიანი გასეირნება განახორციელე და დავინახე რომ ეს ორი მორთმა იყო სადაც ელოდებოდი თამიზნების წერტილიდან რა თქმა უნდა ქვევით და დაახლოებით აი ეს ანუ ეს იყო ხო ანუ იყო რო გადავზომე თუ სწორედ მახსოვს იყო 0.03 მოა და შემდგომ გავაგრძელე სროლა უკვე რა შესაძლებლობები შევიტანე იმისთვის რომ თამიზნების დამოუკიდეს წერტილი ისო დამთხეულიყო და საშუალო სისტემა რაც მე დღეს მივიღე Federal Gold Medalist სროლისას 175 გრანიანი ტყვიებით, HPBT ტყვიებით, ის იყო სადღაც 0.6 მოა საშუალოდ რა. ანუ კონსტანტურად 250 მეტრზე, საველე პირობებში, ხო გეუბნებით, ზოგუკი ნიავიც იყო, კაი სიცივეც იყო და ეს იარაღი ამოდევს ბილ მიწაზე, ხარისის ბიბოძე, როგორც ხედავთ ისე. და აქ დამონდებული ან ხელი, ან ბენდენა, რაღაც შიგნით ხელთათმანი ჩაკუჭული, რომელიც პირობითად ასრულებდა აი ამ ესე იგი პატარა ქვიშის დომარის როლს, რომელიც არის, მე რომ გითხოთ, ანუ გადამწყვეტი იმისთვის, რომ კონსტანტური შედეგი მიიღოთ ასეთი საველე პირობებში სროლისას, მაგრამ იმ მომენტში იმპროვიზაცია იყო საჭირო. პლუს, რა თქმა უნდა, გასეირნებები 250 მეტრი, 250 მეტრი უკან თაში ზევით, თავისთავად ცხადია, ანუ გიჩქარებს, ასე ვთქვათ. მოკლედ, ბევრი მოდი ესე ვთქვათ, არა ლაბორატორიული პირობები იყო, იყო კლასიკური საველე პირობები, რომელიც რთულდებოდა ჩემი ტრადიციული პრობლემით, ანუ ის გამო რომ ცხელდები, ოფლიანდები სათვალე იწყებს დაორთქლებას და ესე იგი შენ ისვრი ან შუალედებში სანამ სათვალის გაწმინდა და სანამ ის დაორთქლდება მაგ მომენტში უნდა გაისროლ. ამ პირობებში ხო გეუბნებით 0.6 მოაჩვენა 250 მეტრზე შემდეგ რენჯ სესია იყო უკვე 100 მეტრზე. სადაც მე პირველად დავიწყე სროლა ასე თქვათ გასინჯვით სელიერ ჩეხული სელიერ ბელოს 105 გრანიანი FMJ
მუხტით, რომელიც ალბათ არავინ არ ჩათვლის, რომ არის ასე ვთქვათ საასპარეზო მუხტი, ანუ match loads, რასაც ეძახიან ინგლისურად. და ესე იგი რას ხედავ მე, ანუ პირველი გასროლა, მეორე გასროლა, ნახრეთი ერთია, მესამე გასროლა, ანუ ნახრეთი ოდნავ გაიზარდა, მაგრამ კვლავ ერთი ნახრეთია. და მე ვიწყებ ფიქს რომ მეთქი ხა უნდა დავაყოლო მე-4 გასროლა, იმიტომ რომ ზოგადად ამ 3 გასროლიან ჯგუფს მე არ ვდობი, ვცდილობ 4 ვისროლო, ჩემი ერთი ძალიან უფრო შუალედი. თუ ჩვენ ლაპარაკობთ ამ საკმაოდ ძვირად ღირებულ ვაზნებზე, როდესაც ცალი ღირს 5 ლარი. ხა და ესე იგი ამ ფიქრებში, ანუ როგორც YouTube-ზე მაჩვენე სპორტში დავწერე და ავნერვილდი ასე თქვა და ოდნავ ქვევით ძალიან მცირე დაშორებით, ანუ მე-4 გასროლა. და ჯამში ჯამური სიზუსტე 0.59 მოა, შემდგომ უკვე დავგადავედი ისე 175 გრამიან ფედერალ გოლდ მედალზე, 0.42 მოა, 0.06 და 0.8 უკვე სულ ბოლო ჯგუფი იყო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო სათვალე ბოლომდე დავორთქდა და ნერვებიც ბოლომდე მომეშალა, გამარჯვების ხოლმე ხდება იგივე საველე პირობებში, ამჯერად უკვე თუმცა მქონდა სპეციალური იმპროვიზაციის ადგილი აღარ ქონდა. მაგრამ მაინც მოგეუბნებით ფეხით სირბილი იქით-აქით, ფეხით სირბილი რენჯამდე -8, -6 იყო ყინვა და აი ამ საველე პირობებში პრაქტიკულად უკვე sub 0.5 მოაზე დავიწყეთ საუბარი ამ შაშხანით. ანუ ეს არის სიზუსტე, ხო გეუბნებით, რომელიც არის ტიპიური ამ ტიპის შაშხანისთვის, იმიტომ რომ ყოველი ეს შაშხანა ანუ მოწმდება ქარხანაში ინდივიდუალური მსროლელის მიერ კონკრეტულ მანძილზე სროლით და ამ შემთხვევაში თუ ეს საბმოა სტანდარტი არ კმაყოფილდება, იარაღი ბრუნდება უკან. კონსისტენტურობის მიზეზი კიდე არის ასევე ის, რომ ყოველი იარაღი იწყება ცალკეული განსმითის მიერ, რომელიც თავისი ბეჭდით ადასტურებს, ასე ვთქვათ, რომ კონკრეტული იარაღი მისი აწყობილი არის. ყოველი ლულა, ანუ ვიზუალურად მოწმდება სპეციალური სპეციალისტის მიერ, რომელიც ანუ თვალით ამოწმებს, ასე ვთქვათ, ლულის ხარისხს და აი ეს მრავალსაფეხურიანი კონტროლის სისტემა, ну მანამდე თავის დავაცხადია, ხა ზუსტი ხელსაწყოებით და აზომვებით ხდება, ანუ ლულების სხვადასხვა დეტალების, ანუ კონსტანტურობის გაზომვა, ყველასი არა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, უბრალოდ ანუ ბატჩებს არჩევენ, ბატჩებიდან იღებენ სამპლებს, ანუ მაგალითებს და ამ სამპლებს მერე ზომავენ და თუ ეს სამპლებში რაღაცა აირია, მთელი პარტია, მოკლედ მთელი ეს ბატჩი იხსნება, ასე ვთქვათ, და მიდის გადამუშავებაზე და ხდება შესაბამისად მერე გამოკვლევა, ან რატომ მოხდა ეს, თუ რაღაც გაიცვლითა ინსტრუმენტებს კალიბრაცია ჭირდება და ასე შემდეგ. ალბათობა იმისა ხო გეუბნებით, რომ რამე უხარისხო ამ შაშხანაში მოხდება გაყიდვაში თითქმის ნულის, არასდროს არ არის ნულის ტოლი, მაგრამ ძალიან დაბალია. გავიმეორებ, ყველაფერი ეს არის აი ამ კონსტანტური ხარისხის და შესაბამისად კონსტანტური სიზუსტის მიზეზი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ანუ შედეგი ამ ყველაფრისა. ხო, ეს არის მოკლედ რისი თქმაც მინდოდა ამ შაშხანაზე და რისი მოკლაც მინდოდა. პირველ რიგში ანუ ძალიან კარგი ბექგრაუნდი, როგორც წარმოებლის, ვინ თუ არა ფინელებმა იციან კარგი შაშხანის ფასი. შემდგომ უკვე ის, რომ კომპანია წარმატებული არის, ანუ ფონდების ნაკლებობას არ განიცდის და შესაბამისად უნდა ივარაუდო, რომ აქვს საშუალება ყავდეთ კარგი სპეციალისტები, იყიდონ კარგი მასალები და უზრუნველყონ წარმოების იმ ხარისხის კონტროლი, რაც არის საჭირო. მასალები, ტექნოლოგიურობა, ყველაფერი აქ არის აბსოლუტურად და ხო გეუბნებით, ეს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში. ანუ რასაც ეს შაშხანად თავაზობთ, ხო, ანუ ის ფასი ჩემი აზრით ის არ არის, ანუ ბევრად ნაკლები ყრის. ფასებს ეხლა შეეხება, სიმართლე გითხრათ არ შემიხედია, მაგრამ ბოლოს უკვე სადღაც ახალი შაშხანა, სადღაც 5 ნახევრის ფარგლებში ფასობს, რაც ნუ ჩემი აზრით ბევრი არ არის, რა თქმა უნდა, მაგას უნდა დავუმატოთ, აუცილებლად მინიმუმ $100. იმისთვის რომ ოპტიკა დააყენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო გეუბნება ეს return of investments რაც არის, ხო, ეს უკუგება, რომელსაც მიიღებთ, ანუ არის შეუდარებელი რა, იმიტომ რომ არაფერი იმაზე სასიამოვნო არის, შე რო ისვრი და ხედავ რომ ერთ ნახრეთში ხდება ტყვიები და ეს ყველაფერი ხო გეუბნებით შესაძლებელი არის $10,000 ნაკლებ ფასში მიიღო, რაც კონსისტენტურად, რაც არის ძალიან დიდი იშვიათობა, იმიტომ რომ შეიძლება შეხვდეს მოსბერგი, რომელიც ძალიან კარგად ისვრის, შეიძლება შეხვდეს სევიჯი, რომელიც ასევე კონსისტენტური კარგი სიუსტით გამოირჩევა, მაგრამ ასევე ამ სამწუხაროდ მაგწარმოების შემთხვევაში შეიძლება შეხვდეს იარაღი, რომელიც უბრალოდ ვერ აკეთებს კარგ ჯგუფებს, არ ისვრის კარგად, იმიტომ რომ აქ საოცრებები არ ხდება, ხო, ჩვენ ვაპარაკობთ ბიუჯეტური იარაღებზე პრაქტიკულად, ხო? ხო და ამ შემთხვევაში იხდი ცოტათი მეც, მაგრამ იღებ გარანტიას იმისა, რომ ეს იარაღი იმუშავებს ისე როგორც საჭიროა. სხვას დანარჩენს მე ამის შესახებ ხა თქვენ ვერაფერს ვერ მოგიყვებით.
მე მგონი ამომწურავი ინფორმაცია მოგეცეთ. მე ამ იარაღით ძალიან კმაყოფილი ვარ, ხო გეუბნებით და საბოლოო ჯამში და ალბათ ერთი წელი ვყიდულობდი ამ იარაღს კონკრეტულად ამას ჩემი მეგობრისგან ბოლოს შევთანხმდით და ძალიან მიხარია ხო გეუბნებით რომ თუნდაც ასეთი დიდი დაგვიანებით ამდენი წლის მერე, მაგრამ საბოლოო ჯამში შემხვდა ეს იარაღი და მუშაობს ზუსტად ისე ხო გეუბნებით როგორც მე აქამდე მქონდა მოსმენილი. მანამდე მქონდა რა თქმა უნდა ტიკებიდან ნასროლი, იგივე ვარმენტიდან, სუპერ ვარმენტიდან, ტაქტიკალ A1-დან, ან ტაქტიკალ A1-ზე განსხვავდება უკვე შასით, ასე ვთქვათ, შასის გამოყენებით და ნუ ყოველ შემთხვევაში კი იყო ველა ეს იარაღი ის როდა ძალიან კარგად და არც ეს იარაღი არ არის გამონაკლისი. მე მგონი გაგეცით ამომწურავი პასუხი, რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი დიგას სასარგებლოდ და არაფერი არ გამოჩა. დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და დარჩით ჩვენთან.